მას შემდეგ, რაც საქართველოში H1N1-ის შემთხვევები დაფიქსირდა, მოსახლეობა პანიკაშია, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ გურჯაანში მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ გრიპის სეზონური მატება შეინიშნება. ამ ეტაპზე გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში საავადმყოფოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის. ბავშვები შემოდიან ვირუსული ინფექციებით, ძალიან მსუბუქი ფორმის, მომართვიანობა არ არის ძალიან მაღალი, დღეში 3-4 ბავშვი პრაქტიკულად, რომელსაც ყველას მდგომარეობა არის ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი. სტაციონარში მკურნალობას ვირუსული ინფექციით არ გადის არც ერთი პაციენტი, ძიმე ვირუსული ინფექციით რეანიმაციაში არ არის მოთავსებული არც ერთი ავადმყოფი. თერაპიულ განყოფილებაშიც არ მკურნალობს ვირუსული ინფექციით პაციენტი. მედიკოსები ამბობენ, რომ სეზონური გრიპით მომართვიანობა მოიმატა, პაციენტთა უმეტესობას მაღალი ტემპერატურა, სურდო, ხველა და ინტოქსიკაცია აღენიშნება. როგორც თერაპევტი მანანა კანდელაკი განმარტავს რისკ ჯგუფებს ახალშობილები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები განეკუთვნებიან. მედიკოსები მოსახლეობას რჩევებსაც აძლევენ. რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან ბავშვთა ასაკი, ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები. ძირითადად ახლა რჩევა დარიგება რა არის, ახლა მოსახლეობა ისედაც კარგად არის, მე მგონი ინფორმირებული უკვე, რომ აუცილებლად უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა პირველ რიგში. ძალიან ხშირად ვექნებათ საშუალება ხელის დაბანა აუცილებლად, სუფთა ჰაერზე ყოფნა და შეძლების დაგვარად უნდა ერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. როგორც კი პაციენტი შეამჩნევს თავს ცუდად, რაღაცა დისკომფორტს იგრძნობს, აუცილებლად უნდა მიმართოს თავისი უბნის ექიმს. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში 2013 წლის მესამე კვირიდან აღინიშნება გრიპის მაგვარი დაავადებებისა და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების მატების ტენდენცია. მსოფლიო გამოცდილებით გრიპის სეზონური მატება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება.